არ ვაპირებთ, რომ ივანიშვილის ხაზინა შევავსოთ ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა თანაპარტიელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, ისინი არ აპირებენ მიმდინარე პროცესების დროს დაკისრებული ჯარიმების გადახდას და აცხადებს, რომ ყველა სამართლებრივი გზით განაგრძობენ ბრძოლას. ამასთან ერთად ბრიფინგზე ისაუბრეს საერთო ბაზაზე, რომელშიც აღრიცხავენ იმ პირებს, ვინც მათი მტკიცებით უკანონო დავალებების შესრულებაშია ჩართული. ვაპირებთ იმას, რომ ქართულ ხალხთან ერთად ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტრუმენტების სამართლიანობა არ არის დღეს გარანტირებული, ყველა სამართლებრივი გზა, ყველა ინსტანცია გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რეჟიმს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოქალაქეების რეპრესიებით გააჩეროს პროტესტი, თავსატეხი გავუჩინოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ უკანონო სისტემის და უკანონო დავალებების აღსრულებაში იქნება ჩართული, იქნება აღრიცხული საერთო ბაზაში, მათ შორის საერთაშორისო სანქციების მექანიზმებისთვის.